გასული დღეების განმავლობაში არაერთი კომპანია ავრცელებდა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ემიჯნებიან ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან 2028 წლამდე და დღეს მაგალითად კომპანია წყალი მარგებელმა გამოაქვეყნა განცხადება. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელი არის, რომ გათავისუფლდნენ დაკავებულები, რომლებიც საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და ამავდროულად ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისინი მიიჩნევენ მნიშვნელოვნად, რომ დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, ასევე TBC და საქართველოს ბანკები გაერთიანდნენ და ისინი $5 მილიონ გამოყოფენ და ეს თანხა იქნება მიმართული დაზარალებული მოქალაქეების და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების დასახმარებლად. ამ თანხის ნახევარი გადაირიცხება ფონდებში, რომლებიც პირდაპირ იქნება მიმართული დაზარალებული ადამიანების დახმარებისთვის. ეს ფონდები გახლავთ ფონდი ერთმანეთისთვის, სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia და ასევე თბილისის ადამიანების უფლებათა სახლი, ასევე შეიქმნა მცირე ბიზნესებისთვის დასახმარებლად პლატფორმა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი პროდუქცია განათავსონ ამ ონლაინ პლატფორმაზე. პლატფორმას ქვია Happy EU Georgia და ეს არის სწორედ იმ მცირე ბიზნესებისთვის შექმნილი, რომლებიც თბილისის მერიის დაორგანიზებულ საახალწლო ბაზრობას გაემიჯნენ და სწორედ ამ მცირე ბიზნესების დასახმარებლად შეიქმნა ეს პლატფორმა და მათ აქვთ საშუალება, რომ საკუთარ მომხმარებლებთან სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით დაამყარონ კავშირი და აქ დარეგისტრირება არის მარტივი, აქვე არის მეწარმის რეგისტრაცია, ამ ველს ავსებენ მეწარმეები და შემდეგ უკვე შეუძლიათ, რომ საკუთარი პროდუქცია განათავსონ ამ პლატფორმაზე და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ მსგავსი სახით დაეხმარონ მცირე ბიზნესებს, რომლებიც გაემიჯნენ ქართული ოცნების განცხადებას და ცდილობენ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გვერდში დაუდგნენ.